აი სახარებაში ერთი ასეთი წინადადება წერია, სახარება როგორც ვთქვით არის ცხოვრების წესი. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გითხრან ის სახელმძღვანელოები, რაც თქვენ გაქვთ, ნებისმიერი საგნისა, დახურეთ და მარტო ერთი წინადადება ამოგიტანონ ზედაპირზე, რომ აი ეს არის მთელი თქვენი სახელმძღვანელი. ხო კარგი იქნებოდა. რამდენი სირთულე გადაილახება. ხო და ჩვენ ეგრე სახარებიდან გვაქვს ერთი ოქროს წესი, წინადადება. მოეკეცი შენს მოყვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს. თუ მოდი ეს იყოს ერთ-ერთი, არა ერთადერთი, ერთ-ერთი გამსაზღვრელი, რაც თქვენ თქვით აბსოლუტურად სწორი, უბრალოდ მე მინდა რომ ძირში ჩავიდე იქიდან რაღაცნაირად აი მთავარი ვიპოვოთ, რომ ჩვენი გამსაზღვრელი ამითი გავიგოთ რა არის ჩემი სურვილი და რა არის ღვთისნება. დაუშვათ მე ამა თუ იმ ადამიანს როგორ ვექცევი. ეს მე მომეწონებოდა რომ ასე მომქცეოდა? თუ არ მომეწონებოდა რომ ასე მომქცეოდა, ესე იგი ეგ ჩემი სურვილი. და ჩემი დაზიანებული მდგომარეობიდან, სულიერი მდგომარეობიდან წარმოიშვა ეგ სურვილი. მაგრამ მე თუ ვცდილობ ისე მოვექცე, როგორც მე მომეწონებოდა რომ ის მოგქცეოდა, ესე იგი ეგ არის ღვთისნება, შენ ასე უნდა მოექცე. ესმით აი და ამითი ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი. ძალიან ბევრ შეკითხვას. უბრალოდ ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ კლასში რომ ყველა ერთმანეთს ასე ვექცეოდეთ. აი რა ხელა სიხარული იქნება. ეგ ფაქტიურად სასუფეველის მდგომარეობაა. რომ ყველა ერთმანეთს პატივისცემით მოექცეს. არავინ არავიზე არაფერი თქვას ისეთი, რაც თავის თავზე არ მოეწონებოდა. არავინ არავიზე იფიქროს ისეთი რამე, რაც საკუთარ თავზე არ მოეწონებოდა. აი ფიქრის დონეზეც კი ადამიანი უნდა სუფთად და წმინდად დარჩეს. აი რა განსხვავება ზნეობრივ ადამიანსა და წმინდა ადამიანს შორის, იცით? ზნეობრივი ადამიანი შეიძლება ეთიკის ნორმებს იცავდეს, მაგრამ თავში და გულში ისეთი ფიქრები და სურვილები ქონდეს, რომ იმის სააშკარაოზე გამოტანა არც კი ღირდეს. მაგრამ წმინდა არის ის ადამიანი, ვინც გარეგნულ ქცევასთან ერთად შინაგანათაც არ ფიქრობს ცუც არავის. არც ბილწ აზრს გაივლებს, არც რაიმე ისეთ უჯეროს და ბოროტ აზრს არ გაივლებს თავში. თუმცა აზრები მოდის თავში, ეშმაკთან ვერც ერთი ადამიანი შეთანხმებას ვერ დადებს, რომ შენ ეს აზრები აღარ მომაწოდო, მაგრამ მე არ ვიღებ ამ აზრებს. მე ვცდილობ, რომ არ ვიფიქრო ამაზე, არ ჩაუკვირდე და ვილოცო და ამ ლოცვით მოვიშორო ეს აზრები. ხო და აი როცა ესე იქნება მთელი კლასი ერთმანეთთან, წარმოიდგინეთ ახლა აი ვიღაც გამოვიდა, რატო არის ხოლმე, რომ ჩვენ დავუშვათ შეკითხვის დასმაც გვიჭირს და ზოგჯერ პასუხის გაცემაც, იმიტომ რომ მე რა ვფიქრობთ, ის რას იფიქრებს ჩემზე, რომ მე ესეთი აზრები მაქვს. რო შემეშალოს და არასწორად თქვა, შეიძლება აქ თავი შეიკავონ, მაგრამ მე დერეფანში წავლენ და იტყვიან, ნახეთ, აი გიორგი მეს თქვა, ხატია მეს თქვა, ნინო მეს თქვა, გესმით? და დაფასთან რო გამოდის ადამიანი, ხო თამამად გამოვიდოდა, შეეშლებოდა, ეცოდინებოდა, რომ კლასში თუ 25-ნი ვართ, ჩემი შეცდომის გამო 24 ადამიანს გული დასწყდა. გულში კი არ დამცინის, არამედ გული დასწყდა, რომ მე აქ შემეშალე, იმიტომ რომ 24-ვე წარმოიდგენს, რომ მათ შეეშალათ. და გულში იფიქრებენ, რომ აი ნეტა არაფერი უთხრას ან მასწავლებელმა, ან რაღაცით გამოასწოროს ეს, გესმით? აი ესეთი დამოკიდებულება ნახეთ და ესეთ კლასში სწავლა ბედნიერება არ იქნება. არასოდეს უხერხულად არ იგრძნობ თავს. არასოდეს დაჩაგრულად არ იგრძნობ თავს. თუ რამე გაგიჭირდება, იცი რომ მარტო შენ კი არ გიჭირს, 25-ვეს უჭირს. თუ ვიღაცას რაღაც უხარია, 25-ვეს უხარია. ეგ ჩვენ ხელშია. ეგ ჩვენს ხელშია. მაგრამ ეხლა ნახეთ, ეშმაკი ცდილობს, რომ ჩვენი ვნებების მეშვეობით ჩვენს კლასებში აურიოს ყველაფერი. ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენს კლასში დავუშვათ 25 ბავშვია. 25-ვე რო ისეთი იყოს, იმ პირველ ოჯახში რო იყო, რომ სულ ყველაფერზე რო ჩხუბობდნენ, 25-ვე რო ესეთი იყოს, აბა წარმოგიდგენიათ იქ რა იქნება. ძირითადად რა არის ხოლმე, ჩვენი ამპარტავნება, რომ მე ვარ მართალი და შენ ხარ ტყუანი,
ჩვენი ეგოიზმი რომ მე ჩვენ საკუთარ თავზე ვიფიქროთ და არა სხვაზე და ვერცხლის მოყარება რომ ნივთები ეს ჩემია და არა შენი. აი ამ სამი ძირითადი უნების გამოისობით კლასში თუ ოჯახში თუ ქვეყანაში თუ საერთოდ ამ სამყაროში ძალიან დიდი უბედურებები ტრიალებს. ეს სამი არის ყველაზე მთავარი ისეთი.